ბოლო დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა სტაბილურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ზოგ რეგიონში ტემპერატურა 40+ გრადუს აღემატება, რაც მნიშვნელოვნად აისახება როგორც მოქალაქეების ყოველდღიურობაზე, ისე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ სიცხე განსაკუთრებით დამღლელი და მძიმე დასატანია. ამიტომ ადამიანებს უწევთ სხვადასხვა გზით იპოვონ სიცხისგან თავის დაღწევის ხერხები, როგორც სახლში, ისე ღია სივრცეებში. ყველას შეფასებელი არის ჩემო გოგო, მაგრამ დავქნათ, მეტი გზა არ გვაქვს, უნდა გადავლახოთ. ასული არიან სურამში, ცოტა განიტვირთებიან ჩემი შვილიშვილები და არიან ძალიან კმაყოფილები და გახარებულები. წყალი გვაქვს სულ მუდმივად და უფრო უზრუნველყოფილი ვართ ამით, რომ ხეებსაც მივაზდინოთ ბუნებად და ჩვენც. განსაკუთრებული არაფერი არ არის ჩემთვის ჩემი ეზო ბევრი ხეებია და მე არ მიწევს სიცხეში ყოფნა. რავი, სიგრილეში ვარ, მე ბინაში არ მაწუხებს. περίπτωση θα შეგვიძლია, მაგრამ უსაძლესია უკვე. სოფაში ჩამოდივარ დასასვენებლად და მდინარეში ვგრილდები. ადგილობრივი სპეციალისტები ჯანმრთელობის რისკებზე საუბრობენ. ისინი ხაზგასმით მოუწოდებენ საზოგადოებას თავი შეიკავონ ღია სივრცეებში გადაადგილებისგან დღის ყველაზე ცხელ პერიოდში 12-დან 4 საათამდე ინტერვალში. გადაუდებლობის შემთხვევაში რეკომენდირებულია სამოსის შერჩევა და დამცავი ატრიბუტიკის გამოყენება. დიდი რაოდენობის სითხის მიწოდება ორგანიზმისთვის კვლავაც მთავარ მოწოდებად რჩება. მაღალი ტემპერატურების მომატებასთან დაკავშირებით მატულობს ზოგადად ისეთი დაავადებები, როგორიცაა საკვებისმიერი ინტოქსიკაციები და დიარეული დაავადებები. მოგეხსენებათ, მაღალ ტემპერატურაზე გაძლიერებული არის დუღილის მდგომარეობა, ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან და მეტი არის შემჟავების შანსი. აქედან გამომდინარე, საკვებს, რომელსაც მოსახლეობა მიიღებს, უნდა იყოს სწორად თერმულად სწორად დამუშავებული და ასევე სწორადვე უნდა იყოს შენახული, ანუ სამაცივრე პირობებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. სხვა ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან დაკავშირებით ასეთი რეკომენდაცია არის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი რაოდენობის გამაგრილებელი სითხეები, საზმელები მიიღონ, მოერიდონ პირდაპირ მზის სხივების ქვეშ სიარულს, თუ ეს აუცილებელი არ არის და განსაკუთრებით იმ დროს, როცა დღეღამური ტემპერატურა ყველაზე მაქსიმუმს აღწევს. ეს მოგეხსენებათ არის შუადღიდან დაახლოებით 12-დან 3-4 საათამდე. და თუ ეს აუცილებელია, რომ გარეთ მოხვდეთ, სხეული უნდა იყოს მთლიანად დაფარული, დასასურველია იყოს ბუნებრივი ქსოვილით, კლავები უნდა იყოს დაფარული და ასევე თავზე შესაბამისი ქუდი, შლიაპა ან ქოლგა. იმავე განცხადებას აქვეყნებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო უწყებები. ისინი აღნიშნავენ, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე მსგავსი ტემპერატურული რყევები გახშირებულია და მოსახლეობას მოუწოდებენ დროულად მიიღონ პრევენციული ზომები. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელებული რეკომენდაციებისა და წესების დაცვას ცდილობენ. მედიკოსები გასცემენ რეკომენდაციებს, რომ რაც შეიძლება მეტი სიცხე უნდა მივიღოთ განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში. თქვენ თუ ითვალისწინებთ ამას? თვალისწინებთ. ცივილური. ჩემ ორგანიზმს საერთოდ ითხოვს წყალს, ისედაც და ისედაც უნდა მიიღოთ და ისედაც. შენ თვითონ უნდა გქონდეს იმის ის, რომ სიცხეებში რა გინდათ, სიცხეები, წყალი, ლიმონადი, რა ვიცი. წვენები, რა ვიცი, აბა, რაც ორგანიზმს მოუხდება და ჩვენ ჯანმრთელობა. სიცხეს ღებულობ სიცხის დროს. მოსალოდნელია, რომ მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. შესაბამისად, სპეციალისტები კვლავ აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. ჰეპატიტების ელიმინაციისთვის მთელი მსოფლიო ყოველწლიურად 28 ივლისს ერთიანდება, როცა ამ ვირუსული ინფექციების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც არის მნიშვნელოვანი პლატფორმა საერთო მიზნის მისაღწევად. შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობისთვის პროგრამაში აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყანა, რომელმაც C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე განკურნების 98%-იან მაჩვენებელს უკვე მიაღწია.
დღეს არის 28 ივლისი, ჰეპატიტებთან ბრძოლის დღე და ეს დღე მიზნად ისახავს ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას უპირველეს ყოვლისა საზოგადოებაში. რათა ეს დაავადება არის ძალიან საშიში, ვერაგი, ეს მიმდინარეობს ღვიძლის ანთებით და ამ პროცესს იწვევს ისეთი აგენტი, როგორც არის ვირუსი, შეიძლება სხვადასხვა ტოქსინმაც გამოიწვიოს. ჰეპატიტების გამომწვევი ვირუსები არის რამდენიმე სახის, მაგრამ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ისეთი ვირუსი, როგორიცაც C და B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსები. ეს ჩვენს ქვეყანაში უკვე 10 წელია მიმდინარეობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საკმაოდ კარგად მიმდინარეობს ამ მიმდინარე წლების განმავლობაში და საერთო ჯამში არის დატესტილი მილიონობით ადამიანი. გამოვლენილია 100,000-ზე მეტი დადებითი შემთხვევა და საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა მათ შორის მკურნალობაში ჩართვის პროცესი. გამოჯანმრთელება 98%-ია. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის გარდა 2024 წლიდან ქვეყანაში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც დაიწყო, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სრულად ფარავს სკრინინგულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს. 2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით პროგრამაში ჩართულია 1024 პაციენტი. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, თუმცა არა ყველა მუნიციპალიტეტში. ჰეპატიტების პრობლემა საქართველოში მხოლოდ C ჰეპატიტით არ შემოიფარგლება. C ჰეპატიტის ელიმინაციის შემდეგ ქვეყანაში წამოვიდა B ჰეპატიტის პრობლემაც და ასევე ახლა იდგამს B ჰეპატიტების პროგრამები ჩვენს ქვეყანაში ფეხს. ამ ეტაპისათვის C ჰეპატიტზე მთელი ყურადღება გადატანილია იმ მოსახლეობის სკრინინგში ჩართვა, ვინც საერთოდ არ არის ამ წლების განმავლობაში და დატესტილი და ამ ადამიანების ბამდე ინფორმაციის მიტანა, რომ არსებობს ასეთი სერვისი და ძირითადად ამ საქმიანობას ეწევა ამბულატორიული ჩვენი რაიონისა და ასევე ქვეყნის ამბულატორიული სერვისი. ეხლა რაც შეეხება B ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს, ახალი დაწყებულია, მაგრამ ჩვენ რაიონში ამ ეტაპზე არ ხდება, მხოლოდ დედათა და ბავშვთა პროგრამით ხდება B ჰეპატიტზე ორსულების მხოლოდ ტესტირება, ხოლო დიდ ქალაქებში, ბათუმში, თბილისში, ქუთაისში ხდება მასე ტესტირება და შემდეგ ორჯერადი ტესტირების დროს დადებითი შემთხვევების კონფირმაციული გამოკვლევა ნიშნავს ვენური სისხლით შემდეგ 100%-იან დადასტურებას და შემდეგ ამ პირების ჩართვას მკურნალობაში. დღეისათვის ეს B ჰეპატიტიანი სკრინინგით დადებითი პირები საკმაოდ უკვე ცნობილია ამ პირების რაოდენობაც დაზუსტებულია და ამ პირებთან უკვე შესაბამისი დაწესებულებები დაკავშირებულები არიან იმისათვის, რომ მოხდეს მათი კონფირმაცია და შემდეგ მკურნალობაში ჩართვა. რაღაც გარკვეული დრო არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს რაიონშიც ჩამოვიდეს მსგავსი ტესტ სისტემები და მოხდეს ამ პირების დატესტვა და მათი გამოვლენა, ვინ არიან B ჰეპატიტზე დადებითები. ნარკოდანაშაულის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 პირი დააკავეს, მათ შორის იმერეთის რეგიონშიც. გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, უკანონო შეძენას შენახვის, უკანონო რეალიზაციისა და ექიმის გარეშე, უკანონო მოხმარების ფაქტებზე დაკავებულ ბრალდებულებს სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ექსპერიმენტის დროს ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები. ნივთმტკიცებად მოპოვებული ასევე ნარკოტიკების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და თანხა. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის მუხლებით მიმდინარეობს.